აქ Photoshop-ის საშუალებით გავაკეთოთ ხის ფაქტურა, ხე, ასე ვთქვათ, ხის პატარა ფიცარი, რომელიც შეიძლება გამოგადგეს 3D გრაფიკაში, იგივე პარკეტის მოსაპირკეთებლად ან რაღაცას. Მოკლედ გამოსადეგი ნამდვილად არის, შეიძლება უბრალოდ პარკეტს გადაუღოს სურათ ან ინტერნეტიდან გადმოხაჩო, მაგრამ ასევე შეგიძლია შექმნა ხელით. ეს ესეთი საინტერესო ფუნქცია. მოკლედ დაგჭირდება ახალი სურათის გახსნა. აი აქ ახალი ნეუ და გავხსნათ ახალი სურათი, რომელსაც უნდა მივცეთ გარკვეული გაფართოება. ეს ახლა ცოტა პატარაა. სადღაც ეგრე იყოს. ეს უკვე ნორმალურია და ამაზე ვიწყებთ მუშაობას. პირველ რიგში თქო უნდა დაგჭირდება ფერი. ამისათვის უნდა ჩავასხათ პარკეტისათვის შესაფერისი ფერი, რა ფერიცაც გინდა ჩვენ პარკეტი რო იყოს. აქ რა თქმა უნდა ვირჩევთ ფერს. და თუნდაც დავუშვათ ესეთი ფერის პარკეტი. გავაკეთოთ ეს ფერი უნდა ჩავასხოთ უკვე. ანუ გავაფერადოთ ეს ფურცელი იმფერად. ესეთი. უკვე და ამის შემდეგ დაგჭირდება ფილტრები. ამის საშუალებითაც უკვე დავიწყებთ მასზე მუშაობას. ისე იგი პირველ რიგში გჭირდება ფილტრი. შემდეგი ფილტრი და ანუ დამატება. აქ არის რამდენად მკვეთრად გამოჩნდეს ფილტრი. ამ შემთხვევაში დაბადად და არ გვინდა, სადღაც ამ დონეზე იყოს, ნორმალურ შუა დონეზე, რომ ეს კარგად ასე ვთქვათ დაფაროს. შემდეგი ფილტრი დაგჭირდება ბლურ. და აი ეს ფილტრი გვინდა. აი აქ დგება თვითონ სიმკვეთრე, ანუ შუა ადგილსაც როგორც ხედავთ, თუ რა დონეზე იყოს გამაგრებული. ანუ აი აქ რა დონეზე დადგეს. სადღაც ესე საშუალო დონეზე დაყენთ, ახლა გაჩნევთ როგორც სურათზე როგორ მიშევს, მაგრამ დაახლოებით 90-დან 95-მდე უნდა დადგეს პიქსელები. რომ ეს ნორმალური ასე ვთქვათ ვიდი მიეცეს მას. უკვე ვეთანხმებით. შემდეგ დაგჭირდება უკვე კონტრასტის დამატება. ამაში შევდივარ image და კონტრასტების განყოფილება, ანუ სინათლის მომატება, საიდანაც სინათლეს უკლებ და უმატებ. ეს ჩვენ გამოგვადგა ადრე შავ-თეთრ სურათზე ედაქირებით. აი დავაყენოთ აქაც სასურველი განყოფილება, სასურველი 50-დან 55-მდე ამ შემთხვევაში. ესე იყოს. ოკეი. შემდეგ უნდა ამოვჭროთ კონკრეტული ნაწილი, აი ეს მონაკვეთები კუთხეებში რო ჩვენ არ გჭირდება. ამისათვის მოვნიშნოთ ის ნაწილი, რომელიც ასე თქვა გჭირდება. გავაკეთოთ კოპირება და გავაკეთოთ ჩასმა. Ctrl+T საშუალებით გავაკეთოთ ასევე გადიდება და ანუ გადიდების შედეგად მოხდება რომ ეს კუთხეები დაიფარება. ეფლი ანუ დავეთახე. ესეც ასეთი ეფექტი მივიღე. ეხლა ამის შემდეგ უკვე იწყება კუბიკები, ზოგადად პარკეტს გააჩნია, რა თქმა უნდა, პატარა გამყოფის ტირები, ან ერთმანეთსგან რო გამოყოფს, რაღაც ნახატის სტილში. ამისათვის უნდა გავაკეთოთ კვადრატები, პატარა ვირჩევთ კვადრატის განყოფილებას და ესეთი ლამაზი კვადრატები. აი დავუშვათ ესეთი ტიპის. მოვნიშნე. ეხლა Ctrl+-ები, Ctrl+C-ს, ანუ კოპირება და Ctrl+V. Ctrl+V-ს დაჭერის შემდეგ აქ გაჩნდება მეორე ლეიერი, რომელზეც, როგორც ხედავთ, ეს განყოფილება ასე ჩანს. შემდეგ კიდევ ვაწვევი Ctrl+-ს, მეორე გაჩნდება და იმას უკვე მივადებ ზეთ. ანუ ასე შემიძლია ესენი ავაწყო. იგივე პრინციპი დავჭრა შემიძლია უფრო და წყოზე უფრო მეტად ეს დაჭრა გამოდის. ანუ დავჭრათ. შემდეგ უკვე საჭიროა სტილის დამატება. ამისათვის შევდივარ ლეიერების განყოფილებაში და ვირჩევ ლეიერების სტილს. პარამეტრებში გვაქვს ესეთი განყოფილება, საიდანაც ხდება უშუალოდ სტილთან მუშაობა. სტილი ანი გამოკვეთა, ანუ აი ამ ადგილას აკეთებს მის გამოკვეთას.
რა თქმა უნდა, გამოკვეთილი რო იყოს, ეს უნდა დაყენდეს სადღაც 650-დან 700-მდე, რომ კარგად გამოჩნდეს. ნუ მოდით იყოს სადღაც 674 და ეს მონაკვეთი რომ კარგად ჩანდეს. ოცები ოკეი. სტილი დადგა ეხა ეფექტი, ესეთი ეფექტი აქვს. ამისათვის რომ ყველას კონდეს, უნდა დავაყოფირო ყველაზე, ანუ copy layer styles. შემდეგ ნიშნავ ყველა მას კონტროლის ვაჭერ ხელს ისე რომ არ გავუშვებ და ეს ყველა მოინიშნება. და მარჯვენა ხილაკის საშუალებით ჩასმა. როგორც ხედავთ, ესეთი ეფექტი მიიღო. ამ შემდეგ უნდა ვიმუშაოთ უკვე ზოგადად ლეიერებთან, ამიტომ შევიდეთ და გავაერთიანოთ ესენი, რომ ცალ-ცალკე ნახატად აღარ იყოს. გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ნახატი, ეგ მარჯვნივ, სადაც უკვე ესეთი ფაქტურა მივიღეთ. ახლა უკვე ზოგადად მუშაობთ სურათზე, ერთ-ერთფეროვან სურათზე. შექმნათ ახალი ლაიერი, სადაც უკვე დავიწყებთ ცვლილებას, პატარა ცვლილებას, რომ ფერი კარგად დავაჯინოთ. ამისათვის აღჭირდება ფილტრი. თლიან ეს მონიშნული არ უნდა დავტოვოთ საკეთო ერთ სურათზე მუშაობა. შევიდეთ render launch. როგორც ხედავთ, თლიანად დაფარა მან ესა. ამისათვის რომ ეს კარგად გადავამონახო, ან ეს ეფექტი კარგად დავაძო, იგივე control-ს დავაჭიროთ და ცოტა გავადიდოთ, რომ კარგად გამოჩნდეს ახლა ეს ეფექტი, ანუ მისი პერმკრთალი გახდეს შედარებით, ნუ დაახლოებით ესეთი კაია. იმისათვის რომ ეს ეფექტი უკვე დაედოს ჩვენს ნახატს, overlay ვერჩევ აქ. და გახდა ესეთი ფონი შეიცვალა ესეთი. ნუ ახლა ეს ძალიან მკვეთრია, ამიტომ image-ებში, ანუ სურათებში ვჭერთ ახლა რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე სურათში შევდივარ და ვაყენებ კონტრასტს. აქედან ვაკეთებ იმას. ეს მე მაწყობს ასე ვთქვათ. ნუ თუნდაც ესეთი ეფექტი გავუკეთოთ. იყოს ესეთი. შეიქმნა უბრალოდ დაიხატა. შევინახოთ და ვნახოთ რა დავხატოთ. რა თქმა უნდა, ვიჭერს ასევე ფორმატში ნახვისა. ეს ახლა ხის ფაქტურა, რომელიც რა თქმა უნდა შეგიძლიათ სხვაგან გამოიყენოთ, ანუ Photoshop-ით ეს ადვილი დასამზადებელია, თუმცა შეიძლება იგივე არის პროგრამები, რომლებშიც საჭიროა ხის ფაქტურები, საჭიროა ნებისმიერ როცა არის პროგრამები, რომლებიც 3D-ში მუშაობენ და აწყობენ ოთახებს დაუშვათ, ან იგივე ეზოს მოპირკეთებაში გამოიყენება. მათთვის აუცილებელია ესეთი მონაცემები, ანუ ესეთი ნიმუშები, რომ შექმნას სასურველი. რა თქმა უნდა, ახლა ეს უბრალო ხეა, შეიძლება იქ სხვა რაღაცები შექმნას, ამას მომდევნო გაკვეთილებში განვიხილავთ, მაგრამ ძირითადად ძალიან მარტივად შეიძლება შევქმნათ ხის ფაქტურა.